შავოსანთა რაზმის მეთოფე ნათელი თაობის პროტესტის ჩახშობას 30 აპრილს უშედეგოდ ცდილობდა. რუსული კანონისა და რუსული ყაიდის ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებს მეთოფეები მხუთავი აირის კაფსულებს დამიზნებით ესროდნენ. ეს კადრები ერთადერთ აღქმას გვიტოვებს. ახლო დისტანციით სროლის მიზანი იყო, რაც შეიძლება მძიმე დაზიანება მიეღოს სტუდენტს, რომელიც რეჟიმს ეროვნული დროშით ხელში უპირისპირდებოდა. ძალა, იარაღი და შავოსანთა რაზმის მეთოფეები. ნათელთაობასთან ბრძოლაში ივანიშვილის უკანასკნელი იმედია. სჯერა, რომ ამ ხალხის გასაჩუმებლად, რაც უფრო მეტ ნირბიან რობოკოპს გამოიყვანს, თავისუფლების ხმებს უფრო მარტივად ჩაახშობს. ნათელმა თაობამ ოლიგარქს იმედი გაუცრუა. ძალით ვერ გააჩუმა თავისუფლების ხმები 9 აპრილის მემორიალთან. უკვე მესამე კვირაა, როდესაც სპეცრაზმელები ქუჩაში სტუდენტების დასარბევად გამოდიან, ნათელი თაობა ასე აუღელვებლად მათ პირისპირ დგას. რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა სპეცრაზმით დაშინების მოლოდინები კი ამ საპნის ბუშტებივით წყდება, რომელსაც გაზის კაფსულების საპასუხოდ სპეცრაზმელების მისამართით მოთმინებით უშვებენ.
29 აპრილს ქართულმა ოცნებამ რეგიონებიდან საჯარო მოხელეები თბილისში ძალით ჩამოიყვანა. რუსთაველზე იძულებით შეკრებილი ხალხი მაინც შუა მიტინგიდან გაიქცათ. Oni ბატონი შემოყვანილი ხალხი, თულით და მასხურებით შემოყვანილი ხალხი, ბატონსაც კი არ დაევალა ხალხი ისე გაიქცა აქციიდან ხალხი. ნათელი თაობის სამაგალითოდ დასჯა როგორც ჩანს ამის შემდეგ გადაწყვიტას. სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს არა მხოლოდ დამიზნებით ესრობდნენ, არამედ ანგარიშ წორებითაც ემუქრებოდნენ. ჩვენ გადავიღეთ და დავადოკუმენტირეთ, რომ სპეცრაზმელების მიერ აქციის მონაწილეებისთვის ვიდეოების გადაღებას და მუქარას სისტემური ხასიათი ჰქონდა. განათება როგორ უნდა ნახოთ, აბა მიდიეთ. შაბათის გუნდმა 30 აპრილს სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ლოკაციაზე მინიმუმ 4 ასეთი მტკიცებულება მოიპოვა. ძალოვანები დიქტატორის ხელწერით მოქმედებდნენ. ახალგაზრდებს ჯერ ვიდეოს უღებდნენ, აფიქსირებდნენ მათ სახეს, შემდეგ აგინებდნენ და ანგარიშწორებასაც უანონსებდნენ. შაბათის გუნდმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე მრავალსაათიანი მასალა გადაიღო. ჩვენ ძალის გადამეტების არა ერთი ფაქტი აღმოვაჩინეთ. კარგად ირკვევა, რომ სპეცრაზმელები აქტიურ მომიტინგეებს, ვინც ყველაზე ხშირად სკანდირებდა, უბრალოდ იტაცებდნენ. მე აბაშიძე როგორ გაიქცა ის ნახე აჭარაში, ძაღლი ჩაისვა თვითმფრინავში და აი ის ხალხი, ვინც ბოლომდე კედლად ედგა, შეგვატოვა და ისევ ჩვენი საპატრონო გახდა ის ხალხი. მე ჩვენ არ გავწირეთ ის ხალხი, იმან გაწირა. ასე ისამენ ესენი, თქვენ ეგენი გამწირავენ, ჩვენ არ გავწირა. შიშის დათესვა ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანია. რომ არავინ გაბედოს და გააპროტესტოს არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ არაფერი, რასაც ქართული ოცნება მომავალში მოისურვებს. მილიარდერის გათვლამ არ იმუშავა. არც შვილების თაობასთან და არც საკუთარ თანატოლებთან. არ დაუშვებ, გამორიცხულია, რომ იყოს სამსაკავშირი საქართველო. არ იქნება საქართველოს სამსაკავშირი. ეგ არის გაო, რაც არ უნდა იყოს გამორიცხულია, რომ დაბრუნდეს ძველ დროში. ეგ არის, ეგ იქნება რა, ამისთვის არ ვძოვობ, რომ გდევართ აკა. ამ ხალხისთვის არ, ესენი რა, ხო ქართველები არ არიან. აბა საბჭოთა კავშირის შესახებ მხოლოდ წიგნებში წაუკითხავს თაობას, რომელმაც აპრილის გამოღვიძება მოაწყო და რომლის მოტყუებაც რუსეთში გამდიდრებულ მილიარდერს ახლა ასე ძალიან უჭირს. მათ ანგარიშვალდებულება მხოლოდ ქვეყნისა და ოჯახის წინაშე აქვთ.
ბევრის დედა ემიგრაციაშია. ემიგრანტი მშობლების შვილებისა და ქვეყნის მომავალზე იქიდან ღელავენ და მეტი სიმშვიდისთვის რობოკოპების წინ მდგომ შვილებს ვიდეო ზარით უკავშირდებიან. ახლობლების დამშვიდებისა და სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ სახეს ისევ წიწაკის სპრეის უშვერენ და წყლის ჭაუზე ცეკვას განაგრძობენ. იმიტომ ფეხებში მოხდა წაქცევა უნდა და ალბათ ისევ ჩემი, მაგრამ დღეს უკეთეს ფეხსაცმელები ჩავის, რომელიც ასრიალებს და ავტომატს არ მომიწია ისე ვიდექი. ვერ მოგვიგებთ, ვერანაირად. დედა, ნუ მირეკავ მარბევენ და ცოტა მერე გადმოგირეკავ მე თვითონ. ნათელი თაობა ქუჩაში მარტო არ დგას. აპრილის დღეების პროტესტმა თაობები გააერთიანა. შვილების გვერდით მშობლები და სხვისი შვილების მცველი დედები სადამსჯელო რაზმებსა და ახალგაზრდებს შორის ფარად დადგნენ. თქვენ შემგან იცავთ რუსებს. სიცხვილე. მაგრამ არა უშავ. თქვენს გიშველით ჩვენ. ჩმორები ნახე რამდენი არიან. დინარაძე პირველი, ბიძინა პირველი, რა ვიცი, ირაკლები და ასე შემდეგ. ყველა ირაკლები არ არიან? შენ ზურგს უკან არის ამოფარებული. შენ ზურგს უკან და ჩემგან გაწვევინებს თავს. ასიათასიანი მიტინგები თბილისისთვის უკვე წესად იქცა. თუმცა ასეთი მასშტაბის ხანგრძლივი თვითორგანიზებული წინააღმდეგობის ტალღა საქართველოს მთავარ საპროტესტო გამზირს წლები არ უნახავს. ეს იცის ხელისუფლებამაც. და ახლა ყველაზე მეტად ეშინია, რომ ბარიკადების მეორე მხარეს მდგომი ხალხი, ვინც მისი რეჟიმის მცველი გონია, ერთ დღეს ხალხის სამსახურში ჩადგება. ვებს არ ვისმით, აგრესიულები არა ვარ. თქვენს ისე გვიყვარხართ, როგორც ისმერი ქართველი და საქართველოს მოქალაქე. ეგවත් არის, რომ გამოვლით, ჩვენ გულს მაინც მოვიხარ. მეტი არ ვისდაკეთებას არ ვაპირებთ. ძარიელი ხელებით ვარ, იმენად ცხოვრობ, რომ საქართველოს უყარხართ ეს. შემოგევლით, თქვენი იმედი იყო. ამიტომ წინა ხაზზე ის ადამიანები ყავს გამოყვანილი, ვინც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. შვიდობიანი პროტესტის მონაწილეები იმ ხალხს თავად ვეაჩერებენ, ვინც სპეცრაზმისა და პოლიციის ძალადობრივი ქმედებების გამო გაბრაზებულია და პროტესტს გამოხატავს. აპრილის პროტესტმა სულ სხვა საქართველო აჩვენა. მეგობრებო, ყველა ხელები დავანახოთ, რომ მშვიდობიანი ხალხი ვარ. ვანახოთ პოლიციას, რომ მშვიდობიანი ხალხი ვარ. აკანა პოლიციელებო, სამართალდამცავებო, ეს კანონი არ მეხება მარტო ჩვენ. თქვენ შედაირი საქართველოს მოქალაქეები ხართ. ეს კანონი შეეხება თქვენ შვილებს, თქვენი შვილების შვილებს. სამართლე გადაწყვეტა ეცოდი. ამ მიმართვებიდან რამდენიმე წუთში რუსული კანონის მცველებმა მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა დაიწყეს.
ძალისმიერი მეთოდების გამოყენებამდე არ მომხდარა მომიტინგეების სიტყვიერი გაფრთხილება, რაც გამოხატვის შესახებ კანონის უხეში დარღვევა. ეს ხმა რუსთაველზე მხოლოდ დაკავებებისა და პროტესტის მონაწილეების დაშავების შემდეგ ჩაირთო. გაფრთხილება დასრულებულიც არ იყო, როდესაც ბავშვებს წყლის ჭაულთან ერთად მხუთავი აირიც მიუშვირეს და მათი ჯანმრთელობა საფრთხეში ჩააგდეს. ისე რომ დროც არ მისცეს ტერიტორიის დასატოვებლად. კომუნაურის უწყებას არც მედიის გაფრთხილება ჩაუთვლია საჭიროდ. Ради физиологии. Далее. Агама физиологиურები ამომაცალე. Ради. მადლობა. წყლის ჭაულს წუწაობა დაარქვეს. წიწაკის სპრეიზე მწარედ ბებიას აჯიკა მოეჩვენათ და ისევ რუსთაველზე დარჩნენ. ერთმანეთს ხელი ჩაკიდეს და რობოკოპების წინ ცოცხალი კედელი აღმართეს. შავოსან ნიღბიანებს მხოლოდ ზემოდან მიღებული ბრძანებების ენა ესმით. ამიტომ სამშობლოს მცველებს სხვა გზა არ რჩებათ. საკუთარი ძალებით ცდილობენ წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიებისგან თავი როგორმე დაიცვა. რამდენიმე საათიანი ვიდეო მასალის დეტალური გაშიფრვა ტოვებს განცდას, რომ ძალოვანების დიდი ნაწილი უბრალოდ იძულებულია შეასრულოს ზემდგომების დავალება. რეალურად კი ისინი პროტესტანტების მოსაზრებებს იზიარებენ. ევროპულად, ამერიკულად, განვითარებული რუსეთის გარეშე. და მათ დაცვასაც ცდილობენ. თუმცა ეს მხოლოდ იშვიათი გამონაკლისია.
მოვიდით რა. შვიდად. უკაცრავად, იცით რა მაინტერესებს? კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს ნიღბები რატო გიკეთიათ? მოგწონს და უბრალოდ მოგწონთ თუ სახეს ფარავთ, რომ ძალადობის დროს თქვენი იდენტიფიცირება ვერ ნიღბით შედენილი დანაშაულებების დაფარვა ახლა საპოლიციო ძალების მთავარი საზრუნავია. ძალის გადამეტებას და არაადამიანურ მოპყრობას, მათ შორის ქალებისა და არასრულწლოვნების მიმართ, სამხრე კამერებზე, რა თქმა უნდა, არასახავენ. მტკიცებულებები საკუთარი თავის წინააღმდეგ განადგურებულია. კამერების ჩანაწერები არ მიაქვთ ხოლმე სასამართლოში და გაფუჭებული აქვთ ეს სამხრე კამერები? შეიძლება ზოგ გაფუჭებული ქონდეს ზოგს. ანუ გაფუჭებული ტექნიკით დადიხართ? შეიძლება ზოგი დამატებით შედა. იმიტომ სასამართლოში მტკიცებულებები ვერ მიაქვთ ბადოლაში. შეიძლება ბევრს დაუზიანდა. არა, ყველას დაუზიანდა, ვინც მოქალაქეებზე ძალადობაში. ძალიან ბევრს არავინ არ ბრძანება აქვთ მიღებული და არავინ არ მონაწილეობს. ბრძანება ბადოლაში. პასუხები პოლიციის მაღალჩინოსნებს არ აქვთ. სამაგეროდ აქვს თაობას, რომელმაც მათი უკანონო ბრძანებების სისასტიკე საკუთარ თავზე იწვნია. ტოვებენ წარწერებს, მაგრამ არ ტოვებენ ნაგავს. ზუსტად ისე, როგორც ევროპაში. პროტესტის ყველა ღამის შემდეგ ადგილზე აბრუნებენ ბარიკადებისთვის გამოყენებულ ნარჩენების ურნებს და ასუფთავებენ გამზირს, რომელიც რუსული კანონის გაწვევამდე მათი ყოველდღიური სამსახურია. სამშობლოს სამსახური.